ცოტა ვილაპარაკოთ იმაზე, რას უნდა აკეთებდეს დღეს ქართული ოპოზიცია, რომ არსებობდეს. ქართული ოპოზიციის ადგილას წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი და ცოტა ხანი შევასრულოთ მათი ფუნქცია. ორი სანათი მიყენია და ერთი სანათის ჩრდილი ჩანს კამერაზე, როგორც ვხედავ. ხედავთ? არა უშავს. როგორ უნდა მუშაობდეს დღეს ამერიკასთან და როგორ უნდა მუშაობდეს სხვა ქვეყნებთან ცალ-ცალკე განვიხილოთ. 24 წლის არჩევნების წინ, რომელშიც გვარამია და მელია ივანიშვილს გაურიგდნენ, მე როგორ დავასკვენი, რომ გაურიგდნენ, ამაზე მაქვს ვიდეოები გადაღებული. იმ ვიდეოებს აქ მოვაბამ, ძველია უკვე, მან თუ გაინტერესებთ ნახეთ. გვარამია დარწმუნებული იყო, რომ მთავარი ოპოზიციის როლი ხიხომ მას დაუთმო, გადმოულოცა და ზუსტად იცოდა, რამდენ პროცენტს აიღებდა 23 წლის არჩევნებში, იმიტომ რომ რასაც ამბობდა, იმაზე გაურიგდა. მერე ჩაატარეს ვითომ რაღაცა გამოკითხვა რაღაცა ბრიტანული კომპანიის და იმ ბრიტანულმა კომპანიამ გამოითვალა, რომ ახალი აიღებს 36-37%. შეთანხმება ხიხომ შეუსრულა ოღონდ მხოლოდ იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული აპარატები იდგა, ელექტრონული ხმის მიცემის აპარატები. და იქ, სადაც ხიხო ბიულეტენებს ჯერ კიდევ ძველებურად ქაღალდით ყრიდა, იქ სასტიკად დაურღვია და გადააგდო გვარამია. გვარამია და გირჩი გამოვიდნენ კიდევაც თავიდან. ჯერ დათვლილი გვქონდა მარტო ელექტრონული აპარატის დათვლა ძალიან ადვილი აღმოჩნდა. დილამდე რო ვიჯექით ხოლმე და ამ ბიულეტენებს ხელით ვითვლიდით ადრე, აპარატმა 9 საათში შეაჯამა ყველაფერი, 8 საათზე რო დავიხურეთ, 9:30-ზე უკვე ყველაფერი დათვლილი გვქონდა და 9-ზე გამოვიდა გვარამია, მოვიგეთო, ვიწყებთო მოლაპარაკებას უკვე მართლ პარტიასთან, როგორც მთავარი ოპოზიცია. და შევქმნითო მას ოპოზიციურ კოალიციას და ოპოზიციური კოალიციით ვჯობნითო. მაგრამ მერე მიხვდა და დაინახა, რომ ხიხომ გადააგდო და მერე ატყდა წიულკივილი. როგორ პარალელურად გარდა იმისა, რომ ამ ვითომ ბრიტანული კომპანიის გამოკითხვებს გვტენიდნენ, აგვისტოდან დაიწყო ამ გამოკითხვების შეტენვა, გამოკითხვების რეიტინგის შეტენვა, პარალელურად გვიმტკიცებდნენ, რომ ვერ გააყალბებს, რომ შანსი არ არის ამ ელექტრონული სისტემით, ის ისეთი დაცულია, ისეთი ძლიერია, ისეთი რაღაცა, რომ ვერავინ მასზე ვერ ხო და ამ ბლს იმიტომ აკეთებდა, რომ და იმიტომ გვაბოლებდა, რომ აწყობდა და იმიტომ რომ გარიგებულიც იყო და ზუსტად იცოდა, რომ ამ სისტემით, რასაც დაპირდა ხიხო მას, იმ პროცენტებს დაუსვამდა. და ზუსტად მასე და წკიპზე ყველა თითქმის ყველა უბანზე ახალმა ერთი და იგივე პროცენტები აიღო და ეს პროცენტები იყო 36-დან 37-მდე. ხო ვიცით, რომ გაყალბებულია არჩევნები 24 წლის. ხო მივაღწიეთ იმას, რომ არავინ არ აღიარა ეს არჩევნები. კიდე კაი, რომ წიოკი მაინც ატეხა მერე გვარამიამ, რომ გადააგდეს და რაღაცა მომენტში ისეთი საზიზღრობა არ გააკეთა, რომ აღიარებო, რადგან მე ვამბობდიო, რომ გაყალბების შანსი არ არისო, არ გაუყალბებიაო, ამდენი რო ვერ გაბედა, კიდე კაი, რომ მაგის ჭკუა ეყო. მანამდე კიდე არსებობდა გამოძიება, ეს გამოძიება თვითონ გააკეთეს
ოპოზიციურ არხებმა და ამ გამოძიებით ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა, რომელიც ხიხომ შეიძინა, წარმოებულია ერთ-ერთ ამერიკული კომპანიის მიერ, მაგრამ ეს ამერიკული კომპანია თაღლითობაშია დაჭერილი და ამავე ამერიკული კომპანიის ამავე პროგრამით სადაც კი ჩატარდა არჩევნები, ყველგან მოსახლეობა და ოპოზიცია ამბობდა, რომ გაყალბდა. და ყველაზე მთავარი ამავე კომპანიის ამავე სისტემით, ხმის მიცემის სისტემით გაყალბდა ვენესუელაში. და დღეს ოპოზიცია რომ არსებობდეს, უნდა დარბოდეს, ამერიკაში ჩალეწილი უნდა კონდეს უკვე კარები, კაი ფული არა აქვს და ვერ ჩადის ამერიკაში, მაგრამ აქიდან მაინც უნდა ყვიროდეს, საელჩოს კარები უნდა კონდეს შემტრეული და უნდა ელაპარაკებოდეს იმაზე, რომ აი ვენესუელაში ხო იყო გაყალბებული, აი იგივე კომპანიით გააყალბა ჩვენთანაც და იგივენაირია ჩვენთანაც, იგივენაირი დიქტატორია, იგივენაირი არჩევნების მომპარავია და იგივენაირი იმავე ამერიკულთან ახლა ამერიკაში ძალიან ბევრი თაღლითობა გასკდა, ძალიან ბევრი გამოძიებები ძალიან აქტიურად მიდის და ეს კომპანია რომ ვიღაცამ იქ ახლა კიდე გამოიჭიროს და ამ კომპანიის მიმართ კიდე დაიწყოს რაღაც გამოძიებები, რომ აღმოჩნდეს მათი გარიგება ხიხოსთან. ეს ხო დამატებითი არგუმენტებია კიდე ჩვენთვის, დამატებითი აქტივებია, დამატებითი სალაპარაკოა, დამატებითი სახმაუროა, დამატებითი მიწოლის მექანიზმია მათზე ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ბევრი რაღაცა კიდე. ამას, რა თქმა უნდა, არავინ არ აკეთებს. ოპოზიციიდან ერთადერთი, ვინც სწორი რაღაცა თქვა, იყო თინა ბოკუჩავა, მაგრამ იქაც არ არის ბოლომდე სიმართლე. მხარი დაუჭირა იმას, რაც ტრამპმა გააკეთა ვენესუელაში, მაგრამ რაზეც მე ახლა ვლაპარაკობ, მის პოსტში არ არის. უბრალოდ ის არის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ტრამპის ადმინისტრაციამ და რომ მაგა არანაირად არ არის იზოლაციონიზმი პირიქით. ოკეი, ეს კარგია, ეს მართალია, ეს სწორია, მაგრამ ამის გაგრძელება უნდა იყოს ის, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ და უნდა ყოფილიყო ის, რასაც მე ახლა ვლაპარაკობ და იმ მეგობარი აქტში კიდე რაღაცა გამკაცრების და რაღაცების ჩამოტების საშუალებები უკვე არ ვიცი გვაქვს თუ არა. დამიწერა ერთ-ერთ მაყურებელმა, არ ვიცი, ჩემი გამომწერია და დიდი ხანია უკვე მიყურებს თუ მარტო ერთი ვიდეო ნახა და დააკომენტარა, რომ შალვა ნათელაშვილი არისო მეგობარი აქტის თანაავტორი. ჩემი დიდი სირცხული რომ ეს არ ვიცოდი და ვაპირებ რომ ბატონ შალვა მოვიწვიო არხზე და ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ გახდა ამ აქტის თანაავტორი, ზუსტად დეტალებში ვიცოდეთ აქტში რა წერია, აქტს რომ მიიღებენ მერე რამდენად სიმკაცრით როგორი მკაცრი მიდგომა მოხდება ამ აქტის ხელმოწერის შემდეგ ოცნებაზე, ამის ყველაფერზე მინდა რომ ველაპარაკო, რადგან თანაავტორია, ეს ყველაფერი ეცოდინება ძალიან დეტალურად. მე და ლევან გახელაძემ ვილაპარაკეთ აქტზე, მაგრამ ასეთი დეტალები ლევანმა არ იცი. და მადლობა, იქ სახელი და გვარი არ ჩანს, თქვენი მე მგონი არ ჩანს უკაცრავად, შეიძლება ჩანს. ახლა შეყოვნება მაპატიეთ, მაგრამ მინდა რომ ის კომენტარი ვიპოვო. არა, სახელი და გვარი არ გიწერიათ ობლომოვის რაღაც ლევ ტოლსტოის რომანის ერთ-ერთი გმირის გვარი. სამწუხაროა, რომ რუსული რაღაცა ჯანდაბა გაწერიათ, მაგრამ ის ინფორმაცია, რაც მაცნობეთ, მადლობა რომ მაცნობეთ, მე ნაცვლიშვილს ვეცდები კი არა, მე მოვიწევ და რას მიპასუხებს, მე გეტყვით, თუ მოვიდა, კარგია, თუ არ მოვიდა, იმასაც გეტყვით.
ეს რაც უნდა როგორ უნდა შევაწუხოთ და რამ ხრივ უნდა შევაწუხოთ ტრამპის ადმინისტრაცია. რამ ხრივ უნდა შევაწუხოთ ყველა დანარჩენი საელჩოები და ყველა დანარჩენი ქვეყნების პრეზიდენტები. ისეთი სუპერ სოციალისტური და სუპერ ლიბერალური და სუპერ გალევაკებული სახელმწიფო როგორც დღეს არის კანადა. კანადამაც კი დაუჭირა მხარი იმას, რაც ტრამპმა გააკეთა ვენესუელაში და დღეს გამოთქვა, რომ ეს სწორი ქმედება იყო. ასევე იგივე გააკეთა ვატიკანისგანაც არ ველოდი, იმიტომ რომ ვატიკანი ანტირუსულ მოქმედებებს ყოველთვის გმობს. ეს ანტირუსული მოქმედება იყო, იმიტომ რომ რუსკი მირის გავლენას ამცირებს. ამიტომ ის რომ დადებითად შეაფასა რომის პაპმა, ესეც ისეთი იყო ჩემთვის, ყოჩა ღარ ველოდი. ყველამ დადებითად შეაფასა ეს და ყველამ აღნიშნა ის, რომ მადურო არ იყო ლეგიტიმური პრეზიდენტი. ყველამ აღნიშნა ის, რომ თავის დროზე მადუროს არ უღიარეს არჩევნები. და ამ ქვეყნებსაც ყველასთან უნდა მივიდეს ჩვენი ღია წერილი, ყველას უნდა ვუნგრევდეთ საელჩოს კარებს და ყველას იმას უნდა ვუეუბნებოდეთ, რომ აი ასეთივე არალეგიტიმური გვიზის აქ და მოდით იგივე თუ არა და რამე მსგავსი თუ არა და გასკვანჩა არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს იმის არც რესურსი, არც პოლიტიკური ნება და არც პოლიტიკური ერთი ადგილი პოლიტიკურად ძლიერი ერთი ადგილი თუ ძლიერად პოლიტიკური ერთი ადგილი რომ ის გააკეთოს რაც ტრამპმა გაუკეთა რომ იგივე გაუკეთონ აქ ივანიშვილს რომ რამენაირად გაიტაცონ და ჰააგაში იგივე ის რომ გააკეთონ რომ დაიწყონ გამოძიება რომ გუწამლავდა და ამ მოწამვლის გამო რომ სანამ გამოძიებაა რომ რაღაცნაირად ფიზიკურად შეზღუდონ ამასაც კი ვერ ბედავენ, ჯერ გამოძიებაც კი არ არის დაწყებული, ჯერ მხოლოდ იმ სტადიაზე ვართ, რომ ჩვენ მივმართავთ მას, ხო, ადვოკატს რო ველაპარაკე. საერთაშორისო ამბების ადვოკატებს შემატყობინეს ესეთი რაღაცა, რომ თურმე ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ჩვენვე ვუჩივლოთ ჩვენივე სახელმწიფოს რო გვწამლავდა. როგორც სტრასბურგში მივდივართ, ისე ჰააგაში ვერ წავალთ. იმისთვის, რომ ივანიშვილი ჰააგაში მოხვდეს, სხვა სახელმწიფომ უნდა უჩივლოს საქართველოს მთავრობას, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს არ ვიცოდი, რომ ასე იყო. ამიტომ ჯერ მხოლოდ იმ სტადიაზე და იმ ეტაპზე ვართ, რომ სხვადასხვა ქვეყნებს ვწერთ წერილებს, სადაც მოვახსენებთ, რომ აი მოგუწამლეს, გვიშველეთ, თუ შეიძლება თქვენი ქვეყნის სახელით უჩივლეთ საქართველოს ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოს, საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმს და ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს არც ერთისგან, რომ კი ამას გავაკეთებთო, აქამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ მივალთ. ხო და აი ამ ყველა ქვეყნებს ვინც თქვა, რომ ის რაც მადუროს გაუკეთეთ, სწორი იყო და შეაქო ტრამპი ყველგან უნდა გარდა რაც ეს იყო ყველაზე მთავარი ტრამპის შექების გარდა რომ ხაზი გაუსვეს იმას რომ ჩვენ რამაგრები ვიყავითო რომ მადუროს თავის დროზე არ ვუღიარეთო მისი არჩევნებიო აი ყოველ ჯერზე უნდა გავახსენოთ რომ აგერ ცხვირწინ გიზით ასეთივე და მოდით სანქციები მაინც დაადეთ სანქციები მაინც გაუმკაცრეთ და კიდე რაღაცაები კიდე თითი დაუქნიეთ კიდე რაღაცა შემოულაწუნეთ სახეზე და ასე შემდეგ. ნუ არც ერთი ამას არ აკეთებს. არც ერთი. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ. ნუ ჩვენ რო ვიყოთ ოპოზიციური პარტია, ის community, რომელიც შეგროვილია ამ არხზე და გაერთიანებულია ამ არხზე რა თქმა უნდა ამას აუცილებლად ვიზამთით ასევე აუცილებლად დღესვე გავაგზავნიდით წერილებს ვენესუელას ახალ მთავრობასთან არა იმიტომ რომ ჯერ არ არსებობს და არც მის ვიცე-პრეზიდენტთან რომელმაც გადაიბარა დროებით პრეზიდენტის ფუნქციები არამედ აუცილებლად ტრამპის ადმინისტრაციასთან რომ
დღეს რო რუბიო ელაპარაკება იმ ვიცე-პრეზიდენტს და მასთან რაღაც მოლაპარაკებებს ცდილობს და რუბიო აცხადებს, რომ რაღაცა დროის განმავლობაში ამერიკა მართავდეს იქნება ვენესუელას. სანამ ბოლომდე არ დარწმუნდება, რომ იქ ისეთი ძალები მოვლენ, რომლებიც არასწორები ვერ იქნებიან. ანუ ეს ითარგმნება ასე, რომ ჯერ ტრამპს არ აქვს იმის იმედი, რომ ვენესუელას ოპოზიციას შეუძლია ჩაატაროს არჩევნები ისე, რომ რუსული და ჩინური გავლენები არ ჩაერიონ და ვერ ჩაერიონ. ანუ ამის საშუალება ჯერ ფიზიკურად ეტყობა არ არის, ამიტომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში თვითონ იქნებიან ჩართული ქვეყნის მმართველობაში, ამ რუსული და ჩინური გავლენებიდან მაქსიმალურად თვითონ გაწმინდავენ ქვეყანას და მერე უკვე მისცემენ ოპოზიციას იმ საშუალებას, რომ თვითონ ჩაატარონ არჩევნები. და აი ამ პერიოდში, სანამ ამერიკა მართავს, აუცილებლად ტრამპს გავახსენებდი 2020 წლის თავისივე მიღებულ კანონს, სადაც მან დაწერა, რომ ვერავინ ვერ უნდა გაბედოს აფხაზეთის და ცხინვალის აღიარება, რომ ის, ვინც ამას გაბედავს, სამუდამოდ გადაიკიდებს ამერიკას როგორც მტერს. აი ამას შევახსენებდი და ვეტყოდი, რომ თუ შეიძლება ვენესუელას წააღებინეთ უკან ეს თავისი სამარცხვინო აღიარებები. მე რო ოპოზიცია ვიყო, ოპოზიცია არა ვარ. სამწუხაროდ თუ არა სამწუხაროდ არ ვიცი. მაგრამ ოკეი, როგორც არის ისეა. დრონები მეფობენ. ან როდისმე მოვხვდებით პოლიტიკაში, ან ვიქნებით ასე და YouTube-დან გავაკრიტიკებთ და მივაწვდით ხოლმე საჭირო აზრებს, რომელსაც მომავალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქოცების მერე იქნება, აუცილებლად მოუწევთ გათვალისწინება. მომავალ შეხვედრამდე.